ძალიან ცოტა ადამიანი მეგულება, ნუ პირადად მე ყოველ შემთხვევაში, რომელსაც ერთხელ მაინც არ დაუსვამ საკუთარი თავისთვის კითხვა, რომ მოვედი ამ დედამიწაზე, დაუბოდიალობ საყვარლად, იქ რაღაცა ვსწავლობ, შრომობ, ვწვალობ, რაღაცა ოჯახი მაქვს, იქ კარიერა ავიშენე. ან შეიძლება საერთოდ არც კარიერა მაქვს, არც ოჯახი ჯერ, მაგრამ რაღაცა რომ გავიხედე ცოტა უკან და რაღაც ზუმაუთი გავაკეთე, ჩემ თავს ვკითხე, რომ აი რასაც ვაკეთებ, საერთოდ რას ემსახურება ეს? ანუ კარგი იქ მივიღე ხალხისგან აღიარება, კარგი იქ ცოტა ეგო გამოვკვებე, რაღაც სიამონება მივიღე, წავედი დასასვენებლად, მაგრამ აი საბოლოო ჯამში რაღაცა ღირებულს ხო უნდა ატარებდეს ეს ჩემი განვლილი ცხოვრება. ან შეიძლება არც არ უნდა ატარებდეს და უბრალოდ ჩემი მისია სწორედ ეგ არის, რომ ცხოვრებისგან სიამონება მივიღო. ანუ ზოგადად ამ მისიას ერთი პერიოდი ძალიან ჩაფრენილი ვიყავი და ძალიან აქტიურად ვცდილობდი, რომ რაღაც ესეთი მისიონერული საქმე მეპოვა, რასაც მთელ ცხოვრებას მიუძღვნედი და ახლაც მაქვს რაღაც განცდა, რომ აი ასე რომ გინდა მიზეზი, რის გამოც რაღაცა დილას გაიღვიძებ და ღამე იმ რაღაცა мотивაციით დაიღვიძებ, რომ მეორე დღე გათენდება. ნაწილობრივ ვიპოვე, ნაწილობრივ რაღაც კვლევის პროცესში ვარ, თუმცა ეს არ არის მთავარი. რისი გაზიარებაც მინდოდა არის ის, რომ ბოლო 2 წელში, აი რაც ამ თვით გამორკვევის და გამოფხიზლების აქტიურ ფაზაში ვარ, დავაფიქსირე, რომ ძალიან ცოტა რამ მაძლევს ისეთ დიდ სიამოვნებას და ისეთ თვითკმარად და რაღაცა ის სრულფასოვნად მაგრძნობინებს თავს, როგორც მე როდესაც ვისმენ სხვის რაღაცა ნააზრევს ცხოვრებისეულ გამოცდილებას და მეც რომ ვუზიარებ ამავე სხვას. აი ამაში გულისხმობ, რომ აი მაგალითად, ნუ მეტნაკლებად, მაგრამ ყველა ადამიანი მაინც რაღაცა ერთნაირი განვითარების გზას გავდივართ. თან თუ ადამიანი დაადგა რაღაც ცოტა სულიერი განვითარების, ან რაღაცა პიროვნული განვითარების გზას და უნდა რომ თავისი ცხოვრება შეცვალოს უკეთესობისკენ, რაც ძალიან მაგარია, ამ გზაზე მომენტებში რაღაცნაირად ვიჭედებით ხოლმე რა, იმიტომ რომ ტრაექტორია ამ გზის არის, რომ ანუ ჯერ რაღაცა ესეთ ქვედა წერტილზე ხარ, მერე უნდა გადახვიდე ამ წერტილზე და აი ეს გადასვლა ხშირად არც ერთი კომფორტულია ხოლმე და ნუ ოკეი თუ გადახვალ და მიაღწია ამ პუნქტს, მერე ეს ცოტა ხანი იტკეპნება, უნდა გაჯდეს რა ძვალსადარბილში, მერე კიდე გადახვიდე და ახვიდე. და ეს გადასვლები ცოტა მტკივნეულია ხოლმე. ან რაღაცა ისეთ ჯუნგლებს გავს, რომ აიმე აქ რა გააკვლევს, გზას რაღაცა ეგეთი განცდაა ხოლმე. და ხშირად აი ძალიან დამხმარებია, როცა ვიღაცას ჩემთვის აი პატარა ბიძგი მიუცია და თუნდაც ის უთქვამს, აი კონკრეტულად რჩევა კი არა, რომ მეც ყოფილ ვარ მან დამშვიდდი გვირაბის ბოლოს სინათლეა და მშვიდობით გახვალ. ოღონდ დაელოდე და აი ეს დალოდების თემაც რო ვიღაცას შემოუძახებია ჩემთვის ძალიან დამხმარებია. და მეც ანალოგიურად აი რაღაცნაირად გრძნობ რა ადამიანი, როცა უნდა გაუზიარო სხვას შენი განვლილი გზა, არა რაღაცა ესეთ დამრიგებლური ტონით, ან რაღაცა მენტორი ხარ, კოუჩი ან ფსიქოლოგი, აი წმინდა ადამიანური მომენტია, რომ აი ხედავ ადამიანს რომელიც იმავე გზას გადის, რაც შენ შეიძლება თუნდაც 10 წუთის წინ გაიარე და გინდა რაღაც დამაიმედებელი უთხრა, რომ ყველაფერი კარგად იქნება, ანუ აი დამშვიდდი ადამიანო, მოიცადე, ერთი ჩასუნთქვა, მოსუნთქვა გააკეთე და მოკლედ, გავსწორდებით, ეს ჯუნგლები გაიკაფება, არ არის პრობლემა. და იმდენად არ ვიცი, ძალიან დიდი სიყვარულის ენერგიას ატარებს შემთთვის აი ეს სხვა ადამიანისთვის საკუთარი გზის გაზიარება, ან რაღაცა წაქცეული მომენტების, იმიტომ რომ შეიძლება ისიც მომენტში წაქცეულია და რაღაცა ეძლევა იმედი, რომ წამოდგება. და ამ იმედს და თუნდაც იმის ცოდნას, რომ თუ ერთმა ადამიანმა რაღაცას მიაღწია და რაღაც შეძლო, მე შევძლებ, აი ამ ენერგიას შემოსალით ძალიან ბევრი რამის გაკეთება შეუძლია. და ხშირად დამიფიქსირებია, რომ აი რაღაცა ცნობილი ადამიანის პოდკასტ, რაც თუნდაც აი არ ვიცი, თუნდაც გაბორ მატე იყოს მოწვეული, ვერ მოუხდენია ჩემზე ისეთი გავლენა, როგორც აი თუნდაც ჩემი თანატოლი, ან თუნდაც ჩემზე უფრო პატარა ადამიანს, რომ უთქვამს რაღაცა თავის ენაზე, აი რაღაც საყველპურო ენაზე, წმინდა ადამიანური უმი დაუმუშავებელი გამოცდილება. აი საერთოდ ნუ იქნება რაღაცა ფსიქოლოგიურ თემაზე და ნუ მიხსენებ რაღაცა იქ ტრაუმას, ტრიგერს და ასე შემდეგ, აი ძალიან თავის ენაზე რომ იხსნის რაღაცას, აი ყველაზე მეტად რეზონირებს ეგ ჩემს გულთან და ჩემს არ ვიცი ფიქრებთან და სულთან, ვიდრე აი რაღაცა ძალიან ისეთი გამოსვლები. კი, ანუ მაგ გამოსვლებსაც ძალიან მაგარი ზეგავლენა ქონია ჩემზე დადებით ჭრილში და მithქვამს, რომ აი ვაუ, აი ბუფ, აი აქ აფეთქება მომხდარა, რომ მეთქი თურმე სად ვიყავე და აი რომ შემოირტყავ ხელს, რომ თურმე რა მაწუწუნებ და აქ ყოფილა გამოსავალი.
არ ვფიქრობ, რომ რაღაც დედამიწაზე ცხოვრება ისეთი გაუსაძლისი და რთულია, რომ აი არ იქა ერთ მუშტად შევიკრათ და ეს ინფორმაცია აუცილებლად უნდა გავაზიაროთ, მაგრამ აი მომენტებში მაქვს განცდა, რომ შეიძლება ჩემმა ერთმა სიტყვამ ვიღაცის ცხოვრება შეცვალოს, იმიტომ რომ მეც გამივლია ესქსა და აქედან ყველა ადამიანს უდიდესი მადლიერების არ ვიცი ტალღას ვესური აქედან, იმიტომ რომ დაბუგზავნი, იმიტომ რომ მართლა სასწაულის მოხდენა შეუძლია ადამიანს მეორე ადამიანისთვის. მე იყო კიდე პერიოდები, რომ აი რასაც ქვია, ჩაჭერა მქონდა და აი ეს მოძრაობა ზუსტად აღწერს ამ მდგომარეობას, მიღიტინებ და რაღაცა რომ ნეტა ეხლა რასაც ვფიქრობ, სწორია. ან რასაც ვისმენ, არასწორი ხო არ არის, შეცდომაში ხო არ შემიყვანს, იქ ფეხი ხო არ დამიცდება. მოკლედ, ძალიან ბევრი ასპექტია, ანუ რაც მეტ სიკულევ ადამიანი, მით უფრო მეტად იკარგები. მაგრამ მე მოვისმინე ესეთი რაღაცა და ჩემ თავთანაც რო დავალაგე კარგად, მივხვდი რომ აი ძალიან რაღაცა გამოუვალი და რაღაც რთული ობიექტური თემების გარდა არ არსებობს აი ყოველდღიურ ცხოვრებაში ჩემი მოკრძალებული აზრით სწორი და არასწორი. იმიტომ რომ აი აქედან რომ ვუფიქრდები და რაღაცა ვიხედები ცოტა უკან ამ გადმოსახედით შეიძლება ვთქვა რომ იქ თლად ისე არ მოვიქეცი როგორც ამ გადმოსახედიდან მოვიქცეოდი. მაგრამ მაშინდელი იქეთასთვის ძალიან აუცილებელი იყო ეგრე მოქცევა და რაღაცა თუნდაც არასწორი რაღაცის გაკეთება, რომ თუნდაც აქ მოვსულიყავი, სადაც ვიყავი. ძალიან მარტივი მაგალითიც რო ავიღოთ, შეიძლება ერთი ინფორმაცია ვიღაცა ადამიანისთვის თუნდაც სწორი იყოს, ვიღაცისთვის არასწორი. გააჩნია რა ინფორმაცია რეზონირებს ამ ადამიანთან. ანუ არის რომ აი სამყაროში არის ძალიან ბევრნაირი სახის ინფორმაცია, მაგრამ ვიღაცა ასტროლოგიას ენდობა, ვიღაცა რელიგიაში პოულობს შვებას, ვიღაცა ტაროში, ვიღაცა ნუმეროლოგიაში, ვიღაცა რაღაც ბუდისტურ წიგნებს კითხულობს, ანუ არც ერთი არის ჩემთვის სწორი, არც მეორე არასწორი, ანუ თუ საბოლოო ჯამში ჩვენ ორივე ადამიანი ერთ აზრზე ვჯერდებით, რა მნიშვნელობა აქვს ეგ აზრი და რაღაცა ნატურა რა მაანთო. ანუ რა მიგიყვანა მაგ აზრამდე, მთავარია ჩემთვის, რომ ერთ ენაზე ვსაუბრობთ საბოლოოდ და ვისთვის რა რეზონირებს, ვისთვის რა მოდის, არ ვიცი, სინქრონულობაში თუ რაღაცა ვინ რის სიხშირეზე ჯდება, ანუ მაგას ჩემთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს და არც მე არ ვცდილობ რომ მოვახვიო ჩემი ინფორმაცია ვიღაცას თავზე, მაგრამ არც რაღაც დოგმასავით ვიღებ, სხვა რო რაღაცას მეტყვის, მაინდა-მაინც ესეა თუ არა. და არც ვცდილობ რომ იმ ადამიანის რაღაცა შეხედულება შევცვალო. ანუ მისი აზრია, თუ ეს ამ ადამიანს თავს კარგად აგრძნობინებს და ბედნიერია, ვაი მე იყოს, მიუშვით, ანუ რა არის იმაზე კარგი, ვიდრე ხედავდე რაღაცა ბედნიერ და გახარებულ ადამიანს, რომელმაც იპოვა თავისი შინაგანი მოწოდება და თავს სრულად გრძნობს, ხო? არ არის გამორიცხული, რომ ეს რაღაცა ვიდეოების ციკლს თუ გავაგრძელებ და თუ ჩავწერ, რაღაცა ერთი წლის მერე შემოვიხედო და ვთქვა, რომ თლად ვერ დაგეთანხმები, მაგრამ არც იმას ვეტყვი ჩემ თავს, რომ არასწორი იყავი. ამბოლო დროს დაფიქსირებული ვარ, რომ ვეღარ ვისმენ ახალ ინფორმაციას, იქნება ეს პოდკასტი, წიგნი თუ ასე შემდეგ, იმიტომ რომ აი მაგ რაღაცნაირად შინაგანი განცდა, რომ ეს ინფორმაცია რაც დაგროვდა, შეიძლება არც ძალიან ბევრი არ არის, მაგრამ მოკეთ ჩემი ტვინი და ჩემი ცნობიერება რასაც იტევს, აი მაგ მომენტებში შეგრძნება, რომ სისტემიდან მინდა გამოვუშვა. სუნუ მიაღწევს ხალხთან, სულ მიაღწევს ვიღაცასთან, უბრალოდ აი, ჩემცაც რომ ჩამიწერია ვიდეო, მომენტებში ყოფილა რომ ის ვიდეო რომ всё, ჩამიხურავს, ჩამიდე ტელეფონი ჯიბეში, всё, აღარ მიფიქრი არა მაგ თემაზე. ანუ პირველ რიგში მგონი ჩემთვის არის ეს ვიდეოები, რომ აი, დაიცალოს ეს ინფორმაცია, იმიტომ რომ ანუ ფიზიკურად შეუძლებელი ახალი რაღაცის მიღება თუ აქ ძველმა ახალს არ გაუნთავისუფლა ადგილი. აი, იმ რაღაც ჩემს ამჟამინდელ ცხოვრებისეულ მისიაში ძალიან დავინახე, რომ თუნდაც ის მიზერული ცოდნა, რაც ამ ხელა სამყაროში ჩემ ტვინში ჩაიტვირთა, ძალიან მინდა რომ ბუნებრივად გადმოდინდეს და იმ ადამიანთან მივიდეს და მიიკვლიოს გზა, რომელსაც ეს სჭირდება და როგორც ჩემთან მოვიდა რაღაცა ინფორმაცია, რომელიც იმ მომენტში მჭირდებოდა, აუცილებლად იპოვის იმ ადამიანს, ვისაც ამისი მოსმენა ჭირდება. აი მეც რაღაცა ვიდეოები რო ჩამერთვავს, მეგონა რომ აი ჩემთვის შეიქმნა ეს ვიდეო, იმდენად ზუსტად არის შესაბამისობაში ჩემს რაღაც სულიერ თუ მენტალურ მდგომარეობასთან. წარმოდგენა არ მაქვს რაზე იქნება შემდეგი ვიდეო, მაგრამ რაღაცა იდეები მიტრიალებს თავში, რაც ყველაზე, ასე ვთქვათ, მოწოლილია ტვინში და რაც ყველაზე მეტად ითხოვს გამონთავისუფლებას, აი წინ დაჯექი მალე ჩახვალის თემაში არიან ზუსტად რაღაც ერთი-ორი თემა მაქვს მოწოლილი, მაგრამ ვნახოთ რა ინფორმაციის გაზიარების ხასიათზე და რეზონანსზე გავიღვიძებ. ამიტომაც გემშვიდობებით შემდგომ ვიდეომდე ნახვამდის.